თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინ თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მთავრობამ განაახლა იძულებითი აუქციონები და იძულებითი გამოსახლებები. ყველას გახსოვთ 2024 წლის იანვარში კეკელიძის ქუჩაზე დაპირისპირება სააღმსრულებლო პოლიციასთან. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ამ დაპირისპირების შემდეგ შეაჩერა იძულებითი გამოსახლებები. თუმცა უკვე თვეზე მეტია ირაკლი კობახიძის განკარგულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახლდა როგორც იძულებითი აუქციონები, ისე იძულებითი გამოსახლებები. ერთადერთი გზა, რომ ამ უკანონობას დავუპირისპირდეთ, არის სასამართლო, რომელიც ისევ მათ ხელშია, აღნიშნა კახა კუკავამ. ეს არის აღსრულების ეროვნული ბიურო, სადაც ყოველდღიურად ტრიალდება ადამიანური ტრაგედიები. რამოდენიმე დღის წინ განაცხადა პრემიერმა კობახიძემ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე უყიდიან ხალხს ბინებს, ხაზარაძის და ჯაფარაძის ნაწილში მართალი თქვა, მაგრამ პრემიერმა კობახიძემ ეთყობა არ იცის, რომ აქ ამ შენობაში ყოველდღიურად ახლაც ამ წუთებშიც მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღე არის, მიმდინარეობს ელექტრონული აუქციონები და საქართველოს მოქალაქეებს უყიდიან თავის საკუთარ ქონებას. ეს პროცესი შეჩერებული იყო აუქციონები და გამოსახლებები შარშან იანვარში კეკელიძის ქუჩაზე დატრიალებული დაპირისპირების შემდგომ და როგორც კი კობახიძე გახდა პრემიერი, მან მიიღო გადაწყვეტილება და უკვე რამოდენიმე თვე არის, რომ ჯერ აუქციონები და მერე გამოსახლებებიც არის განახლებული. განსაკუთრებული უსამართლობა არის ეს ჩვენი მოქალაქეების მიმართ იმის გამო, რომ აუქციონებზე იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანების მიხედვით უძრავი ქონება, ანუ ბინები და სახლები გამოდის თავისი ღირებულების 5%-ში იყიდება. ეს არის ისეთი უნამუსობა, უსინდისობა და ჩვენი საკუთარი მოქალაქეების ზარცვა, რომ ქურდები რო ართმევენ და განგსტერები რო ართმევენ ხალხს ვალში, ბინას 5%-ში იმათაც არ მიაქვს, ან ნახევარფასში მიაქვს, ან ცოტა უფრო მეტად. ამიტომაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაზე საუბარს ყველა პარტია ერიდება, ეთყობა ბანკების მიმართ რიდი აქვს, ეხლა ლელო რატოერიდება ბანკებზე საუბარს, გასაგებია, ხოცები რატოერიდებიან, გასაგებია, მაგრამ არც სხვა პარტიები იკლავენ თავს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საბანკო ვალებისაგან ჩვენი მოსახლეობის გამოხსნა იმ თვალსაზრისით, რომ საბანკო კანონმდებლობა მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. პირველ რიგში უნდა აიგრძალოს იძულებითი გამოსახლებები, თუ ადამიანს არ აქვს ალტერნატიული ფართი. მეორე უნდა აიგრძალოს იძულებითი აუქციონები საბაზროზე უფრო დაბალ ღირებულებად და რაც თავარია, სესხზე პროცენტები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საშუალო საბაზრო განაკვეთთან. ეს არის დაახლოებით საქართველოს პირობებში 12-14%, რაც ძალიან მაღალია. საერთაშორისო ბაზარზე ეს არის 3-დან 6%-მდე, თუმცა საქართველოში ჩვენ გვაქვს ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ კრედიტს 59%-ად. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა მე და ბატონ ბადრის ბრიფინგი ლიბერტი ბანკის წინ, რომელსაც ჰქონდა დამტკიცებული კრედიტი 59%-ად ჩვენი მოქალაქისათვის. ამიტომაც ყველას მოგიწოდებ, ვისაც ბანკის ვალები გახჭობთ, მოდით 4 ოქტომბერს არჩევნებზე და შემოხაზეთ ნომერი 7 თავისუფალი საქართველო.